ვინ აკონტროლებს მსოფლიოში ყველაზე დიდ პორნო საიტს, რომელიც ფლობს დაახლოებით 4 მილიარდზე მეტი ადამიანის გონებას. მეგობრებო, ეს არის ვიდეო, რომელსაც ჩემი გამომწერები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, რადგანაც Instagram-ზე მე დავაანონსე, რომ ვისაუბრებდი თუ ვინ აკონტროლებს რეალურად ყველაზე დიდ გარყვნილების საიტს მსოფლიოში. დღეს ჩვენ ამ ყველაფერს ფარდას ავხდით, ვისაუბრებთ ამ თემაზე. აქედან გამომდინარე რეკომენდაციას გაძლევთ, ისედაც YouTube-ს აქვს ამის შესახებ რეგულაცია, რომ ბავშვებს და 18 წლამდე ვერავინ ვერ ნახავს ამ ვიდეოს, იმიტომ რომ შართული მაქვს ყველა ვიდეოში და ვიცავ ყველა კანონს, მაგრამ მაინც მოვარიდეთ 18 წლამდე ადამიანები ამ ვიდეოს, რადგანაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ დელიკატურ საკითხებზე, რაზედაც მე მაქსიმალურად პოლიტკორექტულობას გამოვიჩენ ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის ჩემი კონტენტი, რომელიც არის რა თქმა უნდა ზოგადად აგრესიული, მაგრამ დღეს ჩვენ დავიცავთ ყველა კანონს წესს და გაგაცნობთ სიახლეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას რეალურად ამ უდიდესი მაფიის უკან მსოფლიოში. Pornhub-ზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, ეს ხა ამის შესახებ არავის არ ჭირდება რეპრეზენტაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის რაზეა საუბარი. ასე რომ მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ მხოლოდ ამ არხზე მოისმენთ ისეთ თემებზე, ესე თქვა ღიად საუბარს, რაზედაც სხვა იუთუბერები არ საუბრობენ არასდროს. ასე რომ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და შეგიძლიათ დონაციაც გააკეთოთ, რომელიც აღწერაშია მითითებული. მეუკლეთ მეგობრებო, დავიწყოთ. Why does a rabbi own Pornhub? ანუ რატომ ფლობს რაბინზე მაგ ხალხონ საუბარი. ყველაზე დიდ პორნო საიტ სოფლიოში და ვინ აკონტროლებს ზოგადად ამ ყველაფერს? თქვენ ხედავთ Solomon Friedman-ს, ეს არის ადამიანი, რომელმაც 2023 წელს შეიძინა ყველაზე დიდი საიტი სოფლიოში. რომელსაც ყოველთვიურად ყავს დაახლოებით 2-დან 3 მილიარდამდე მნახველი. ყველაზე დიდი ისტორიაში. ანუ არაფერი ახლოსაც კი ვერ მივა, სამწუხაროდ ადამიანის გარყვნილი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ასია, ეს სტატისტიკა არის ესე თქვა უკონკურენტო მსოფლიოში, იმიტომ რომ ახლოსაც კი ვერ მიდის, ვერც ფეხბურთი, ვერც სპორტი, ვერც პოლიტიკა, ვერც ისტორია, ვერც განათლება, ვერაფერი ვერ მიდის ამასთან, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება ესეთია. მოკლედ ეს არის Solomon Friedman-ი, ახალი ფლობელი ამ პორნოგრაფიული საიტის, ის არის ებრაელი იურისტი და რაბინი, ანუ ყოფილი რაბინი. მას აქვს კომპანია Mind Greek-ი, ანუ რომელთან მიმართაც ანუ ყველაზე დიდ წილებს ფლობს ამ იმაში და ისმის კითხვა, რომელზეც ახლა მე სიუჟეტი უნდა შევაფასო, რატომ ჭირდება, რატომ დაჭირდა საერთოდ რომ შეეძინა ეს საიტი, ძალიან საინტერესოა. ძაღლის თავი სად არის დამარხული, უცხო ამ ყველაფერს თქვენ მოგასმენიებთ და განახებთ. ყურადღებით იყავით ახლა. Who is the former rabbi behind Pornhub? Solomon Friedman grew up in an Orthodox Jewish family in Canada, once trained as a rabbi in Israel, and now he's become the public face of the world's biggest porn site. ეხლა უყურეთ რა ხდება. ანუ ეს არის Solomon Friedman-ი არის ტრადიციულ ებრაულ ოჯახში გაზრდილი, კანადაში დაჰოსტილი ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ წარმატებული პიროვნება, ფლობს უამრავ კომპანიას და მისმა კომპანიამ 2023 წელს შეიძინა ეს უდიდესი კომპანია. მოდი აღარ გავიმეორებ სახელს. ეხლა რასთან გვაქვს საქმე? ეხლა მივხვდებით, ნენელა იხსნება კვანძი მეგობრებო, დაწყნარდით, მოითმინეთ. Hub had 4.2 billion visits in March. მარტო მარტში, ანუ მარტზე მაქვს, ანუ მიმდინარე წლის მარტზე მაქვს ხალხონ საუბარი, ყავდა 4.2 მილიარდი ვიზიტორი. საუბარი მაქვს Pornhub-ზე. 4.2 მილიარდი ვიზიტორი. Not even close, საერთოდ ახლოსაც კი ვერ მიდის, ვერც ერთი სხვა, რა გინდათ თქვათ მითხარით, დაასახელეთ რამე რაც ეს რატოა ეხა ეგზისტენციალურად და რატო არის ეს მოთხოვნილება ადამიანში, ეს ისედაც ცხადია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, ეს ისედაც ცხადია. ხო, The site was ranked as the 9th most popular on the planet. When I met Friedman in London, he looked more like a geeky tech entrepreneur than someone representing one of the internet's most controversial platforms. Friedman is one of a small group of partners in a private equity firm that bought Pornhub. აი რაც გითხო 2023 წელს შეიძინა ყველაზე კონტროვერსიული და ყველაზე
ფინცური საიტი, რაც კი არსებობს. In 2023, they took over a problem. ხო, ეხლა გადააწყდნენ პრობლემას, რომელზედაც მინდა თქვენ გესაუბროთ, რომ ამ საიტზე იდებოდა არალეგალური ვიდეოები ძალიან ბევრი მაგ წლიდან, რომელიც დაკავშირებული იყო არალეგალურ სექსუალური შინაარსის კონტენტს. მოდი არ დავასახელებ ეხლა აქ რაზეა საუბარი, ისედაც ცხადია, ხო? ანუ რაზედაც ეპსტეინის საქმეებში იყო გამოკვეთილი, ხო იცით, მრავალი კადრები და ისინი ძალიან ბევრი ხვდებოდა და იტვირთებოდა აქ, რომლის წარმომავლობა იყო უცნობი, რომელიც გახდა 2023 წლიდან ტრენდი. და ამის გამო ვიზამ და მასტერკარდმა ჩამოაჭრეს საერთოდ, იმიტომ რომ იქ subscription-იც არსებობს. subscription-ის არსებობს შეულებრივად, როგორც OnlyFans-ზე ასევე მანდ. და ჩამოაჭრეს, იმიტომ რომ იდებოდა არალეგალური კონტენტი. ეხლა რა არის, არ მათქმევინოთ, ეგ გასაგები ხა ეპშტეინთან რა არის დაკავშირებული, მიხვდებით ეხლა, ხო, ჭკვიანი ხალხი ხართ. და ამის გამო ჩამოაჭრეს უდიდესმა საკრედიტო კომპანიებმა, რომ აღარ ხდებოდა და მერე ვითომ გამოვასწორეთო. ეხლა გამოსწორებაში რა იგულისხმება? კი, წაიშალა მილიონობით ვიდეო, რომელიც იყო არალეგალური მაგ საიტზე, მაგრამ მალევე დაიწყო გატრენდვა ისეთი თემების, ისეთი საკითხების, როგორიც არის პირდაპირ დაკავშირებული, ესე ვთქვათ, ეთნიკური ნიშნით გატრენდებულ სექსუალური შინაარსის კონტენტს. ამაზე თუ გინდა ცალკე ჩაგეწერთ ვიდეოს და ძალიან რბილად ვისაუბრებ ამ თემაზე, ნახეთ მაქსიმალურ პოლიტკორექტულობას ვიჩენ იმისათვის, რომ ყველა მსმენელისთვის გასაგები იყოს. ხალხო, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაიწყო გატრენდება ამ საიტზე მაგალითად 5 ფერადკანიანი როგორ არის დაკავებული ერთ თეთრკანიან ქალბატონთან. კონტენტი გასაგებია, რისი პროპაგანდაა გასაგებია. რას ემსახურება ჩანაცვლებებზე მე რომ აქვს ვიდეოები და ევროპაში რასების გამოცვლა უნდათ მეთქი, ხვდებით, ხო? 5 ფერადკანიანი versus 1 თეთრკანიანი. ალბათ გასაგებია უკვე კონტენტი აღარ მინდა დეტალებში ჩასვლა, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ პოლიტკორექტულობა და სიყვარული და სითბო მეგობრებო. თუ ამაზეც დეტალურად დაგაინტერესებთ ვიდეო რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, დაწერეთ დაბლა კომენტარებში და მე შევეცდები რომ ეს ინფორმაცია თქვენ მოგაწოდოთ. Content online. Its owners argue. ხო, ანუ ახლა ბრუტალური კონტენტი იდებოდაო, ახლა ბრუტალური კონტენტი იდებოდა კიდე ახლაც იდება იდეაში. და კითხვა რჩება, პასუხი გაუცემელი. ვინ არის სოლომონ ფრიდმანი? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ადამიანი, რომელმაც 2023 წელს შეცვალა Pornhub-ის პოლიტიკა და მის შემდგომ დაუკავშირდა ამ საიტს მრავალი ათასობით დატვირთული არალეგალური კონტენტი, რომელმაც ისე იმოქმედა, რომ შემდგომ როგორც გითხარით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა საკრედიტო კომპანიებმა ვიზამ და მასტერკარდმა საერთოდ თანამშრომლობა შეწყვიტეს Pornhub-თან. ნუ მე კი წავშალეთო, მაგრამ აქ თქვენ ხვდებით თუ არა გარკვეულ კორელაციებს ეპშტეინის საქმეებთან დაკავშირებით არსებულ кейსებზე, რომელზეც რაღაც კადრები ვრცელდებოდა, მე X-ს დაიდო ამ ყველაფერზე, ნუ ბოლოს განსაკუთრებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კონტენტი იყო მოპოვებული, რომელიც იტვირთებოდა ჯერ ამ საიტზე. არალეგალურზე მაქვს თქმა უნდა საუბარი, არალეგალურზე მაქვს საუბარი. აი, აქამდე ხო ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე გვისაუბრია, ვინ აკონტროლებს სოფლიო ბანკებს, ვინ აკონტროლებს ჰოლივუდს, ვინ აკონტროლებს სოფლიო შოუ ბიზნესს, ვინ აკონტროლებს პოლიტიკას, პოლიტიკოსებს. მაგრამ გიფიქრიათ კი ოდესმე და არ ვიცი ამაზე რატო არ გიფიქრიათ, რომ რეალურად ის ხალხი, ვინც აკონტროლებს სოფლიოში ამდენ რაღაცას, ის ასევე გააკონტროლებს ადამიანის გარყვნილი ბუნების ყველაზე მეტასტაზებით დაავადებულ იმ ნაწილს, რომელიც თქვენთვის არის მაგალითად ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიურობის მოხმარების საგანი. აუ, ეხა აქ არავინ დაიწყო საუბარი, მე არ უყურებ, მე ნანახი არა მაქვს, მე ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ. The Dark Side of Human Nature, რომ მაკიაველი ხო ხედავთ ჩემს უკან, ნიკოლო მაკიაველს, ადამიანის ბნელი მხარე. არის ესეთი რამ, რომელიც ვლინდება ზოგადად ისეთ დელიკატურ საკითხებში, როგორებიც არის მაგალითად ადამიანის სექსუალური ცხოვრება. ნუ ეხა აღარ მინდა ფროიდამდე და იქამდე ჩავიდე და განვიხილო ისეთი ღრმად პატივცემული საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ნებასწალა უფლებისკენ
და როგორ ვლინდება საერთოდ ბავშვობიდან შემდგომ ზრდასრულასაკამდე ადამიანის ეს მანკიერი ვნებები, რომელიც მე სხვადასხვა რაღაცებში ვლინდება, იმიტომ რომ მთელი ჩვენი სამყაროს ისტორია ეს არის ძალაუფლებისა და დაუფლების წყურვილი. ერთი ძალაუფლება რომ შენ მოიხვეჭო და გახდე უტილიტარისტი და მეორე დაისაკუთრო შენთვის ყველაზე ძვირფასი რამ. ეს ქალის შემთხვევაში ეს კაცია, კაცის შემთხვევაში ეს ქალია. ამის გამო ხდებოდა ომები ისტორიაში. ტროას ომიდან დაწყებული დღემდე ქალები სიყვარული და ბნებები განსაზღვრობს ადამიანის ძალაუფლებისკენ სწრაფვის მთავარ, ესე ვთქვათ, მოთხოვნილებებს. რაც ბუნებრივია ახლა დღევანდელ დროში ახლა რამ გააფუჭა, მოდი ახლა 2 წამი რო სოლომონ ფრიდმან შევეშვათ ჩვენ ადამიანი რომელიც არის რაბინი, ან ეს არის ებრაული, ესე ვთქვათ, სამღვდელო სტატუსი ხალხო, ანუ ებრაული სამღვდელო სტატუსი. ანუ ვიღაცა ის კი არ არის მარტო იურისტი, ანუ ყოფილი სამღვდელო, აი რაბაიშმული როგორიც არის მაგალითად დილდოების გამყიდველი რო იყო, ეხა რო გამოლის და აპოლოგეტი რო არის, ხო, სიონიზმის. ისიც კი იყო ყოფილი, ნუ ამჟამინდელი, უბრალოდ ყოფილი არა, ამჟამინდელი რაბინი, რომელიც მის შვილთან ერთად ეწევა სექსუალური ნივთების გაყიდვას სოფლიოში. ეს იცის ყველა მთელ დედამიწაზე. ნუ სოლომონ ფრიდმანი ადამიანი, რომელიც იყო ყოფილი რაბინი, უცებ გევლილებად პორნჰაბზე, ხო. ეხლა უყურეთ რა არის ზოგადად პრობლემა ეგზისტენციალური, რაც ზოგადად პორნოგრაფიამ გააფუჭა დღევანდელ დროში. და რატო არის დღეს ცუდი საუკუნე? აი ძალიან ცუდი საუკუნე. აი მაგალითად პორნოგრაფია მოსპო რომანტიზმი. აი მაგალითად წინა საუკუნეში შენ საშვალება არ ქონდა დაგენახა როგორი იყო შიშველი ქალი სხვადასხვა აქტის დროს. სანამ ასან ცოლად არ მოიყვანდი, ან რაღაც მსგავსი არ მოხდებოდა. ანუ ვიზუალური ციფრული დემონსტრირება არ არსებობდა. ეხლა დღეს რა არის? დღეს არსებობს კატეგორიები ხალხო, ისევე როგორც არსებობდა წინა საუკუნეებში, მაგალითად მხატვრობა, მუსიკა, ასე შემო დღეს არის მაგალითად ძალიან ბევრი ესეთი გარყვნილი კატეგორია, სადაც ბრუტალურობის იმდენად ეპიკური რაღაცებია გამოვლენილი, რაც შენ ცნობიერებას ანგრევს რეალურად. მაგალითად დღეს არის უკვე AI-ით გენერირებული, ანუ შენ შეგიძლია უბრალოდ AI-ით შექმნა ქალი, რავი, რომელიც ან მოგწონს, ან გიყვარს, ან ქრაში, ან რამე და თუ რაღაც $10-15 ეს ქალბატონი გარდაქმნა 15-20 წუთიან სექსუალურ ობიექტად. და ყველაფერს შენ ირჩევ. რომანტიზმი არის მკვდარი დღევანდელ საუკუნეში. მერე რო უკითხვა ჩდება, რატომ ვეღარ მრავლდებით? აი მე რა ცუდი მთავრობა ვეღარ მრავლდებით და ეს მთავრობების და იმების ბრალი კი არა ჩემო ძვირფასო. დღევანდელმა საუკუნეებში შენი ოცნებები გაანადგურო. დღეს შენთვის საყვარელი არსება შეიძლება OnlyFans-ზე გადაგაწყდეს, იცით? ანუ ადამიანს რომელსაც ქრაშავ, ადამიანი რომელიც გევასება, მოგწონს, შეიძლება OnlyFans-ზე იპოვო, რომელსაც 5 ფერადკანიანი პატივს მიაგებს. ამ საუკუნეში რომანტიზმის ადგილი აღარ არის სამწუხაროდ. ყველანაირი წმინდა რაც კი არსებობდა, ყველანაირი წმინდა გაანადგურა პორნოგრაფიამ. გაანადგურა სრული. განაისეხა რომ ჩვენ ისეთი გულჩვილები ვართ, არა, რა თქმა უნდა, ადამიანის ბინძური ვნებები, რაც არ უნდა პატიოსანი იყო, მაინც გააქვს, მაგრამ ეს უნდა ვლინდებოდეს კონკრეტულად შენ საყვარელ ადამიანთან, ხო? მაგრამ ამან ყოვლის მომცველი სახე მიიღო, ხვდებით? ოცნებები დაანგრია, ყველაფერი გაანადგურა. მოკლა წყურვილი, მოკლა რომანტიზმის წყურვილი, მოკლა სიყვარულის წყურვილი, მოკლა ადამიანურობის და დატოვა ხეკიანი ფიზიკური ფიზიონომიური ხახუნი, რომელზედაც დაეშვა პოსტმოდერნიზმის ადამიანი. აი ეს მოიტანა პორნოგრაფიამ და ვინ ფლობს ამ ყველაფერს? სოლომონ ფრიდმანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორნოგრაფიული საიტის მფლობელი, რომელიც იყო ყოფილი რაბინი. რავი, ხა ჩემი ამ ვიდეოდან თუ თქვენ ვერაფერი ვერ გაიგეთ, რამდენი მინიშნები მოგეცით, მაშინ ძმაო გადართეთ ტევე პირველზე, თავარზე ან ფორმულაზე და უსმინეთ ზღაპრებს, რომელსაც გასმენინებენ ევროპა რა მაგარია. ევროპული 1500 ევრო რა მაგარი ხელფასია ხალხო. 1500 ევრო და გამტრევია პატრონი რა მოგივა ქუჩაში, მაგრამ რატო ეწევიან მაგალითად ფერადკანიანების პოპულარიზაციის ცალკე ვიდეო შეიძლება ამას დავუთმოთ. ეხლა რატო ეწევიან შავები ერთი თეთრი? რატო ეწევიან ამის პროპაგანდას თქვენი აზრით? იმიტომ რომ ნეგროიდული რასა გამოიყვანონ როგორც დომინანტი, როგორ ჩაგრავენ თეთრებს.
ავი ამასაც თუ თქვენ ვერ ხვდებით შემოძვირფასებოდ, ამაში პრობლემას ვერ ხედავთ. ამაზე არსებობს სპეციალური კომპანიები, ქვეკომპანიები. ამერიკაში, ნიუ-იორკში მაგალითად არ მინდა სახელი დავასახელო ახლა, იმიტომ რომ ბევრი გადავანახავს და არ მინდა რომ ეს მოხდეს. სადაც კონკრეტულად იდება კონტენტი იმაზე წლობის განმავლობაში, ფერატკანიანი, როგორ არის დაკავებული ერთ თეთრკანიან გოგოსთან. სპეციალურად. ამაზეა თელი კონტენტი აგებული. ანუ დაახლოებით ორანგუტანგი რო წარმოიდგინოთ და პრინცესა. რატოა ეს ყველაფერი? არ არის ეს ჩანაცვლების პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ახლა დასავლურ ცივილიზაციაში? რა თქმა უნდა ამის პროპაგანდაა. აბა თქვენ რა გონიათ მარტო LGBT პროპაგანდას მოგახვევდნენ დასავლეთიდან, თავს არა ეხა LGBT გადავიდა მოდიდან და დაიწყო ამერიკამ აკრძალვა. ეხა ეგ დატოვეს. სამწუხარო რეალობაში გავჩდით შემოძვირფასებო. სამწუხარო საუკუნეა ზოგადად, იმიტომ რომ რაც კი ჩვენთვის ბავშვობაში იყო ძვირფასი, რაც კი ადამიანურად არის არ მომაქვს მე თავი როგორც რაღაც ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი არც მე ვარ და არც თქვენ არ ხართ. მე ხო იცით გულწრფელი ადამიანი ვარ. გარყვნილი ბუნება რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს. მაგრამ ამის გაპაბლიკება რო ხდება, ეგ ერთი. მერე მეორე. როდესაც გაჩვენ მრავალს და არა ერთს. ანუ იდეაში რომანტიზმის თავარი ამოსავალი წერტილი იყო ერთადერთობა, ნომინალურობა და განსაკუთრებულობა. ანუ შენ საყვარელ ქალთან როგორი სიამოვნებაც გინდა მიიღე. პირდაპირ რო ვილაპარაკოთ. მაგრამ თანამედროვე სამყარო შენში გაჩვია ჯერ პაბლიკს ყველაფერს, მერე მეორე მრავალფეროვანს და მრავალ ადამიანს. განა ერთი, არამედ მრავალი. ეს უკვე რომელიც არის რა თქმა უნდა გარყვნილების პირდაპირ დეფინიციო. რა თქმა უნდა პირდაპირ რო ვილაპარაკოთ ამ თემაზე. აქედან გამომდინარე თუ მე კითხვას დამისვავთ თუ რა არის საზიზღარი ამ საუკუნეში, მე გეტყვით რომ საზიზღარი იმიტომაა ეს საუკუნე რომ რომანტიზმი აღარ არსებობს. ეს გაანადგურა პორნოგრაფიამ, ეს გაანადგურა TikTok-მა, ეს გაანადგურა თანამედროვე უსულო საზოგადოებამ, ეს გაანადგურა საზოგადოებამ, რომელიც იზრდება ყოველგვარი ემპათიის გარეშე, საზოგადოება, რომელიც დაცლილია ემოციებისგან, საზოგადოება, რომელსაც აღარ გააჩნია არანაირი ის უნივერსალური, მაგალითად ნომინალურობა, რომელიც ადამიანს გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან. დაკომპლექსებული, დაზომბირებული, დაშტერებული თაობები, რომელიც გაზარდა TikTok-მა, გაზარდა iPad-მა, გაზარდა, ესე ვთქვათ, იმ სოციალურმა ციფრულმა ქსელებმა, სადაც უამრავ საზიზღრობას აწყდება მოზარდი ადამიანი. და ბუნებრივია შეშინებულია ქალიც მერე. აი დღეს პრობლემები ხოა საქართველოში, რომ აი გოგოები რატო არიან დაკომპლექსებულები? უბრალოდ შეშინებულები, მათ უბრალოდ თქვენი ეშინია. მათ უბრალოდ ლოგიკურის არის ეს შიში, რომ თქვენი ეშინიათ. სოციალურ ქსელში რო ნახავ ამდენ ავადმყოფს მითხარით, როგორ შეიძლება სხვა ადამიანის მიმართ გაგიჩნდეს 9 უცხო ადამიანის მიმართ გაგიჩნდეს ინტერესი, რაცაა ძალიან რთული. აი ეს გაანადგურა დღევანდელმა საუკუნემ და ეს აღარ არსებობს ეს ემოციები უკვე. არ ვიცი ამაზე გიფიქრია თუ არა, მაგრამ მე მიფიქრია თან ძალიან ბევრი. ძვირფასობა, ეს სულის განსაკუთრებულობა, სიყვარული აღარ არის დღეს. რამდენი დაშორებული წვლილია უკვე. ქორწინდებიან და მე რამოდენიმე თვეში ისევ ამ ყველაფერს ამ ქორწინებას აიყრიან, ხო? რატომ? იმიტომ რომ არც იცნობენ ერთმანეთს რეალურად. იმიტომ რომ სხვა ემოციები არის წინა ადგილზე, ვიდრე ის, რაც ადამიანს გამოარჩევს და რაც ქმნიდა ზოგადად ის სამყაროს ისტორიაში ამ უდიდეს პროზას, პოეზიას და იმას, ხო? ამ ხელა შოთა რუსთაველის ვეფხის ტყავსანი და რომელი გალაქტიონის ლექსი და რომელი ტერენტი გრანელი და რავი, ეს უდიდესი ემოციებია, რომელიც ადამიანს საკუთარი სულიდან გამოიტანა. დღეს აღარ არის ეგენი. დღეს შეიძლება ადამიანი გევასებოდეს და უცებ OnlyFans-ზე გადააწყდა, რომელიც ფერატკანიანთან არის დაკავებული აქტით. აი მითხარი რა ხასიათზე შეიძლება დადგე ადამიანი. აი ესეთ სამყაროში ცხოვრობთ, მეგობრებო. ძალიან რთულია ამ სამყაროში ცხოვრება, მინდა გითხრათ, თქვენთვის. რომლებიც ოცნებობთ რაღაცეებზე, რომლებიც განიცდით, რომელსაც ემოციები გაქვთ. ძალიან რთულია ამ სამყაროში ცხოვრობა ნომინალური გახდეს. შეგხვდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ადამიანი, რომელსაც არაფრის არ შეეშინება და შენთან ყველაფერს გააკეთებს. შეშინებულია და მე მაგ შიშიც მესმის რეალურად.
ბინძური სამყარო გახდა, უსულო სამყარო გახდა. და ამ ყველაფერს აკონტროლებს ის ხალხი, რომელთაც სულთ კაცობრიობა. როგორც ჯორჯ სოროსი. როგორც თქვა ილონ მასკმა. სოროს სულს კაცობრიობა. და სწორედ ვინებიც აკონტროლებენ ასეთ საიტებს, მათ სულთ მთელი კაცობრიობა რეალურად. აი ეს არის ჩემი კომენტარი. რავი, რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? დაწერეთ აბლა კომენტარი და ლაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი და იცოდეთ, რომ თუ სიმართლის მოსმენა გინდათ და ზღაპრებში არ გინდათ ცხოვრება, რომელიც გეპირფერებათ, მხოლოდ მოისმენთ ჩემთან. სხვებთან მაშინ წადით და ისინი დაყენებულ სახეებს დაგახვედრებენ და ვითომ ობიექტურები არიან, ვითომ ნეიტრალურები არიან, სინამდვილეში უბრალოდ ტრაკი არ აქვთ ამ ყველაფერზე გელაპარაკონ. უცხოსთან მოისმენთ სიმართლეს. სხვაგან ვერაფერს მსგავს ვერასდროს. დროებით.